მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ვინც სამაჯურების შესახებ ჩემს ბოლო ვიდეოს უყურეთ, ალბათ გახსოვთ, რომ ამ თემის გაგრძელებას დაგპირდით. ვასრულებთ ჩემს დანაპირებს და წარმოგიდგენთ სამაჯურებს, რომლებიც მსხვილი ქვების კატეგორიას მივაკუთვნე და კოლექციიდან სწორედ ამ ნიშნით ამოვარჩიე დღევანდელ ეპიზოდში მიმოსახილად. პირველ რიგში ის ქვები უნდა გაჩვენოთ, რომლებიც საფუძვლად დაედო სამაჯურების კონსტრუქციას. ესაა სამი სხვადასხვა ფერის რეგალიტი, ანუ იმპერიული იასპი, მუქი ლურჯი, მწვანე და ცისფერი, თითოეული ჩანართებით შექმნილი განუმეორებელი ნახატით, უსწორმასწორო ფორმის და ამ მიზეზით ჩემთვის სამუშაოდ ფრიად საინტერესო. ერთის მხრივ, თუ ასეთ მსხვილ ნატეხებზე ქვის უნიკალური ნახატი კარგად აღიქმება, მეორეს მხრივ ისინი გარკვეულ თავსატეხს წარმოადგენენ კომპანიონი ქვების შერჩევისა და დიზაინში მათთვის სწორი ადგილის მისაჩენად. ცხადი იყო ის, რომ რეგალიტებს კომპოზიციის ცენტრის ფუნქცია უნდა ეტვირთათ, მაგრამ არც იმ ქვების მნიშვნელობა დაეკნინებინათ, რომელთაც სამაჯურში მათ გვერდით არსებობა მოუწევდათ. ამ ბალანსის საპოვნელად საკმაოდ გავისარჯე და აი რა გამოვიდა საბოლოოდ. მუქი ლურჯი რეგალიტი შევაერთე 6-კუთხა ფორმის დაწახნაგებულ სოდალიტებთან, ქვების იმ ასხმიდან, რომლიდანაც წინა ვიდეოში ნაჩვენები სოდალიტის ორი სამაჯური ავაწყვე. სოდალიტის ქვებზე ჩანართებით განპირობებული ნახატები საოცრად მიესადაგნენ რეგალიტის ზედაპირის მოხატულობას. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ექსპრესიული ხასიათისაა, სოდალიტების ზედაპირების მოკრძალებულ შეფერილობასთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ეს ქვა საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება იმისთვის, რომ ფურნიტურით შემკობა დასჭირდეს. ამიტომ მხოლოდ გემატიტის რკინისფერი დისკები გამოვიყენე და ისიც იმიტომ, რომ ქვები ერთმანეთისგან გამომეყო მათი მოხატულობის უკეთ წარმოსაჩენად და რომ სამაჯური ერთიან ჭრელ მასად არ აღქმულიყო. ფურნიტურის მხრივ განსხვავებულია მხოლოდ ერთი სეგმენტი ცენტრალური ქვის მოპირდაპირედ, სადაც ჩავთე ცილინდრული მსხვილი მძივი. როგორც წესი, მსგავსი მძივები ყოველთვის გამოიყენება წელვად ძუაზე აწყობილი სამაჯურებისთვის კვანძის დასამალად. ჩემ შემთხვევაში ეს მძივი დიზაინის ჰარმონიულ ნაწილად რომ ექცია, ორივე მხრიდან შუშის ლურჯი კუბური მძივები დავურთე, რომლებიც ამავე დროს სამაჯურის ძირითად მდგენელებზე გარდამავალი ელემენტის როლსაც ასრულებენ. მიუხედავად ამ თითქოს მეორეხარისხოვანი ადგილისა კომპოზიციაში, ფურნიტურის ეს ნაკრები სამაჯურის საკმაოდ მიმზიდველი მონაკვეთი აღმოჩნდა. მართალია, ის მაჯის უკანა მხარეც ხვდება, მაგრამ ხელის მოძრაობისას პერიოდულად ხომ მაინც გაიელვებს ხოლმე. რაოდენ სასიამოვნოა, როცა სამაჯურის დაბოლოებაც ესთეთიური და ლამაზია და ყურადღება მის გამშვენებასაც ექცევა. ხშირად მithქვამს, რომ სამკაულების სახელები იმ ასოციაციის საფუძველზე იბადება, რომელსაც ისინი ჩემში იწვევენ. როცა ამ სამაჯურს ზედაპირზე ვერტიკალურად ვდებ, მგონია თითქოს სალი კლდეები აღმართულან მცველებივით. თანაც ეს ლურჯიც, რომ თავისებური იდუმალების და მიუწვდომლობის შეგრძნებას ანიჭებს მათ, ამიტომ წარმოდგენილ ნაკეთობას ლურჯი კანიონი დავარქვი. ეხლა კი ამ იდუმალი სილურჯიდან სიცოცხლის სიმბოლოდ აღიარებულ მწვანეზე გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რასთან დავამეგობრე მწვანე რეგალიტი. სანამ უშუალოდ სამაჯურს მიმოვიხილავ, პატარა შესავალს გავაკეთებ. ზოგჯერ სხვადასხვა ქვის ერთ ნაკეთობაში გაერთიანება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ზოგჯერ კი შერჩევის პროცესი ბევრ დროს მართმევს და სწორედ ეს შემთხვევა მქონდა ამ სამაჯურთან დაკავშირებით. ნატურალური ქვების მაღაზიებში ვერადა ვერ წავაწყდი მწვანე რეგალიტის შესაფერის ქვებს ვერც ფერით და ვერც სიდიდით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახეობის მწვანე ქვა მრავლად იყო წარმოდგენილი. მეგონა დიდ ასორტიმენტში ადვილი იქნებოდა ქვების პოვნა, რომლებიც ჩემი ჩანაფიქრისთვის გამოდგებოდნენ. ჩემი მარაგების გადახედვა არც მიფიქრია. მახსოვდა, რომ იქ არაფერი იყო ისეთი, რასაც უშუალოდ ამ რეგალიტთან გამოვიყენებდი. მაღაზიებში ამაოდ დახარჯული დროის შემდეგ ვიფიქრე, რომ იქნებ ღირს სახში მოვიზიო შესაფერისი მასალა და რაოდენ მოულოდნელიც არ აღმოჩნდა ჩემთვის ვიპოვე. ვიპოვე 6 აგატის ქვა, რომლებიც რამოდენიმე წლის წინ მიყიდია და დავიწყებული მქონდა მათი არსებობა. მართალია, მათ სხვადასხვა ზომა და ფორმა აქვთ, მაგრამ რაც მთავარია, შეფერილობით ზუსტად მიესადაგნენ რეგალიტის მწვანეს. აგატების ზომების სხვადასხვაობა კი კომპოზიციაში სულაც არ ჩაჯდა ცუდად. პირიქით, მგონი სამაჯური ასე უფრო საინტერესოდაც კი გამოიყურება.
რადგანაც აგატების რაოდენობა საკმარისი არ იყო, სამაჯურის გარშემოწერილობის მისაღწევად 18 სანტიმეტრამდე მაინც გამყოფებად ზოგ ნაწილში გემატიტის ორ-ორი დისკი ჩავსვი. ასევე ერთ მონაკვეთზე რეგალიტის მოპირდაპირედ მარყუჟიანი მძივისა და შუშის მწვანე რონდელებისგან აწყობილი ნაკრები ელემენტი დავამატე. ასეთივე რონდელები ოღონდ მძივის ქუდებით შემკულნი სწორედ ამ მარყუჟზე ჩამოვკიდე. ხელის მოძრაობისას ისინი ქანქარებივით ირხევიან და თავისებური მომხიბლაობა შეაქვთ ნაკეთობის დიზაინში. მიმაჩნია, რომ ოქროსფერი ფურნიტურა საუკეთესო წარმომჩენია იმ სიმდიდრისა, რაც ამ ტონალობის მწვანეს ახასიათებს. ეს ფერი ისეთი მსუყე და გაჯერებულია, როგორც გვიანი გაზაფხულის ტყის სიმწვანე, სადაც მიწის უმცირესი მონაკვეთიც კი უხვი მცენარეულობის საფარქვეშაა მიმალული. რეგალიტზე აღბეჭდილ ნახატსაც თუ დავხედავთ, ის თითქოს სიმაღლიდან გადაღებულ ტყის მასივს წააგავს, რომელსაც მთელ სიგრძეზე კლაკნილი ბილიკი კვეთავს. რადგანაც ამ სამაჯურის შემხედვარეს ასეთი შთაბეჭდილებები მიჩნდება, სწორი იქნება, თუ მას მწვანე ტყეს დავარქმევ. ბოლოსთვის შემოვიტოვე სამაჯური ცისფერ ტონებში. არა როგორც ყველაზე გემრიელი დესერტი, არამედ უბრალოდ ასე აეწყო თანამიმდევრობა. ჩემთვის სამივე სამაჯური ერთნაირად მნიშვნელოვანია და ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, რადგან სამივეს სიყვარულით ვქმნიდი. ცისფერი ლაგუნა შევურჩიე სახელად ამ სამაჯურს. ეს სახელწოდება განაპირობა მისმა საერთო ტონალობამ და უპირველესად რეგალიტის ორნამენტმა, რომელიც ზღვის ქაფს წააგავს. ნაკეთობაში ბრინჯაოსფერი დეკორატიული ელემენტების ჩართვამ ლაჟვარდოვანი ცისფერი მეტად გამოკვეთა. შეიქმნა კონტრასტი ორ ფერს შორის, რაც დიზაინის მხრივ მომგებიანი აღმოჩნდა. აქ რეგალიტის კომპანიონებად გვევლინებიან მრგვალი და ცილინდრული ფორმის მოზრდილი გავლიტის ქვები ფირუზის იმიტაციით, რომლებიც შემოსაზღვრულნი არიან ბრინჯაოსფერი მეტალის ტალღოვანი დისკებით. ცისფერ გავლიტებს შორის მდებარე ბრინჯაოსფერი მეტალის დიდი მძივები ყვავილის გრავირებით არა მარტო გამყოფის ფუნქციას ასრულებენ, არამედ დამოუკიდებელ დეკორატიულ ელემენტებად მოიაზრებიან და ძირითად ქვებთან თანაბარ პოზიციაში იმყოფებიან. აქვთ არა დამატებითი გასამშვენებელი როლი, არამედ გარკვეულ სტილსაც კი აყალიბებენ ნაკეთობის დიზაინში, რეტრო სტილის მსგავს, მაგრამ შერწყმულს მოდერნიზმთან. რეტრო სტილს მიესადაგება სამაჯურის უკანა ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული გამყოფი მძივის ორივე მხრიდან ჩამოშვებული ძეწკვებიც, ბოლოში ცისფერი შუშის რონდელებით. ასეთივე რონდელებს ვხედავთ რეგალიტის ქვის მიმდებარედ, რომლებიც დისკების მარწუხებში მოქცეულნი მოკრძალებით ელვარებენ. იმპერიული იასპის ამ სამაქვამ ესოდენ, რომ მომხიბლა დასაბამი დაუდო სამი ახალი ნაკეთობის დაბადებას. ლურჯი კანიონი, მწვანე ტყე და ცისფერი ლაგუნა ჩემი სამკაულების კოლექციაში დამკვიდრდებიან როგორც დები, გაერთიანებულნი ერთი და იგივე მახასიათებლების მქონე საიმპერატორო ქვით და ამავე დროს განსხვავებულნი აგატის, სოდალიტის და გავლიტის ქვების ინდივიდუალური თვისებების და ფერის გამოისობით. იქნებ მიზანშეწონილი იყოს სამაჯურები ერთ კომპლექტად გაერთიანდეს და გარდა თითოეული სამაჯურის საკუთარი სახელისა, თავად კომპლექტიც ატარებდეს რაიმე სახელწოდებას. მაგალითად, სამი გზა, რომელთაგან ერთს კანიონამდე მივყავართ, მეორეს ტყემდე, მესამეს ოკეანესთან. ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. დღევანდელი ვიდეოს თემა კი ამოიწურა. შემდეგი მიმოხილვისთვის ბოლო კოლექციიდან კვლავ ამოვარჩევ სამაჯურებს, რომელთაც რაიმე ნიშნით დავაკავშირებ და გასაცნობად წარმოგიდგენთ. მადლობას გიხდით, რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და თუ თვლით, რომ ჩემი შრომა დასაფასებელია მცირედ მაინც, გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, გააზიარეთ და დაათვალიერეთ ჩემი სხვა სამკაულები პლეილისტში განთავსებულ მიმოხილვებში. პლეილისტში შესასვლელი ბმული კი იხილეთ ამ ვიდეოს ქვეშ აღწერილობაში. ბედნიერ წარმატებულ დღეებს გისურვებთ და დროებით გემშვიდობებით.